4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, ასევე დღეიდან ამოქმედა წინა საარჩევნო კამპანიის აგიტაციის წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს კანონის უზენაესობით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით და საქმიანობას განახორციელებს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტებით.